გამარჯობა. რომელი მაღაზია? აი, ეს მაღაზია. აბა მოდი ჩავწეროთ, მოგვიწევით რა და მე ერთად შევიდით, ხორთან მოგიდიათ. იგენაცვალე, აგერ არის დედიკო, საშინელება რომ ხალხი იწამლება დედი. ესე იგი, როდის შეიძინეთ ხალხს? ესე იგი, 18 და 15-დან 18 წელია 5 წუთამდე. აი ეს. დღეს 21-ში. დიახ. და ვთხოვე, ბევრი არაფერი დედა, მაგრამ ამაზე არ არის, ხუთეს არ არის, საშინელება. აი ეს 2 და 40-იანი არის. ესე იგი, ამჟავებული, სუნიც აქ და ამჟავებულია, რომ ფიში ვერ ჩაიკარებ. ვთხოვე, მეუთხარი პრეტენზიული არა ვარ, მაგრამ აი ეს მეუთხარი არ ვარგა. ხოდა თოთ ვიბრუნოთ მეუთხარი რომ მე იმას უნდა ქონოდა პრეტენზია ამის ფირმასთან. ფირმასთან. არ გამყიდველს არ უჩხუბია და თვითონ უფროსმა მეჩხუბა, წაიღე სადაც გინდა, წადიო, ამას არ დავიბრუნებო. და აგერ გვერდით მაღაზია მუშაობს, რომელმაც 7 ლარიანი მიუტანეს უკან, მიიბრუნა და იმან ფირმასთან უნდა დაებრუნებია. აქეთ მეჩხუბა ეს უფროსი და დაუძახე პატრონს. რატო უნდა მეჩხუბოს მე ესე იგი რომ დააფიქსირა ყველაფერი და ჩეკიო და ჩეკი არ მქონდა, იმიტომ რომ არ ვიცი, ახლა წაიღეო არ უთქვია და მეც ახლა რომ მომცა ჩარიდე და წარედე ძალთან ერთად ხარი, ჩემ ძალს აქ ბინა აქა და ვინდოდა დალაგება, მოხიანში ცხოვრობ მე. დალაგება ვინდოდა ბინი და რა ვაჭამო მეთქი და იმიტომ ვიყიდე დედა თორე ამ ვიჩნა ანუ ჩეკი არ მე გამოგიწერეო მითხრა იმ ფაქტს, გამყიდველს არ უჩხუბია, უფროსმა ერთი ამბავი დამიყენა მე. ანუ გამყიდველი აღიარებს რომ მათგანი იყო. დიახ. და ოცნებად მოხარო ახლა ჩეკი არ აგაქვს, ამიტომ არა, ჩეკი არ აგაქვს კი არა, მე გაყიდული მარტო ვერ დაიწყო, ჩემთან პრეტენზია არ აგაქვს, სადაც დინეგი დაინტერესა. კი ბატონო. დამოგადით აი ეს ფირმასთან უნდა კონტაქტი, ამისთანაც უშვებენ თუ ვადა აქვს, ხო? ესე იგი შენახვის ის არაა დაცული ნორმა ეს ხომა? და ხალხი იწამლება. მოდით ახლა ესე ვთქვა, ჩვენ შევიდეთ და ვთხოვოთ დაველაპარაკოთ კიდევ ერთხელ იმის კინოკამერის ქვეშ. გამოგიცვლიან თუ არა და მე ჩვენ მივასწრებთ ამის მეტარმეს, რომ მეტარმეს დიახ, ხალხი ისედაც დღეშივად ასეთი მოწამლული რატომ უნდა იყიდებოდეს? ნორმა არა დაცული ეთქობა ამის.